მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, სტუმრებო, ჩვენო პარტნიორებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ საოცარი კლუბის წევრობას, ვინც არ ხართ ჯერ კიდევ და ფიქრობთ, დამიჯერეთ ფიქრის დრო ნამდვილად არ არის და მხოლოდ დროს კარგავთ. მე გახლავართ გონგლაძე ნინო, კომპანია ლივგუდის პარტნიორი უკვე მესამე წელია და ერთ-ერთი ლიდერი და ვარ ამაყი, ბედნიერი, რადგან მხოლოდ ერთ რამეს ვაკეთებ. მხოლოდ მადლს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ამ საოცარი კომპანიის შესახებ. დღეს მე თქვენს წინაშე მინდა წავადგინო ქალბატონი ნანა ლომიძის ვიდეორგოლი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ დაიდო. შეიძლება აქედან ბევრს გქონდეთ მოსმენილი, მაგრამ პირადად მე 4-5 ჯერ მოусმინე, იმდენად საინტერესო წარდგენა არის ზოგადად კომპანიის. მე მასზე მეც ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, ამიტომ მოусმინოთ ჩემო ძვირფასებო ამ საოცარ ვიდეორგოლს კიდევ ერთხელ, მივხვდეთ რა შესაძლებლობები გვაქვს კომპანია ლივგუდში და შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ძალიან ესეთი გახარებული ვარ და მინდა რომ ეს ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. გახარებული და ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ამ კომპანიაში. კომპანიაში, რომელმაც მართლა გამაბედნიერა, კომპანიაში, რომელმაც ჩემს ოჯახის წევრებს სიცოცხლე გადაურჩინა. კომპანია, რომელმაც გააბედნიერა ათასობით და მილიონობით ადამიანი, რომელმაც დააბრუნა სიცოცხლისკენ მართლაც ათასები. არა მხოლოდ სოფლიოში, არამედ საქართველოში. საქართველოში გვაქვს საოცარი შედეგები. ყოველთვის, როდესაც ზივართ პარტნიორები და ვუსმენთ ჩვენ ამ შედეგებს, ყოველთვის ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს ახლა, თუ კიდევ შეიძლება რაღაცამ გაგვაკვირვოს, მაგრამ კომპანია ლივგუდი ისევ ახერხებს ჩვენს გაკვირვებას. მე ვსაუბრობ ახლა ამ საოცარი მოვლენის შექმნილ პროდუქტებზე. პროდუქტები, რომელიც არის რეალური პანაცეა, ინოვაცია. თუ ამ სამყაროში კიდევ იქნებოდნენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ რაღაცას შექმნიდნენ, რაც კაცობრიობის კეთილდღეობას გამოადგებოდა, ამას ვეღარასოდეს ვეღარ მოვიფიქრებდი. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, დღეს ადამიანები ძირითადად არიან გადასულები მოტყუებაზე, წართმევაზე, მოპარვაზე. არ ვიცი, ძალიან მწუხვარ ამას რომ ვაჟღერებ, მაგრამ რასაც ვხედავ იმას ვამბობ, სამწუხაროდ ასეა. და სწორედ აი ამ სამყარომ დამიკარგა იმედი იმის, რომ დღეს შეიძლებოდა გამოჩენილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ზრუნავდნენ ჩემზე, თქვენზე. ეს მართლა საოცრებაა და სწორედ იმიტომ დავიწყე ამ თემით საუბარი, რომ მე ვარ ბედნიერი, რომ ამ მოვლენაში ვარსებობ. ამ მოვლენაში ვცხოვრობ და არათუ ვცხოვრობ, ჩემი წვლილი შემაქვს, ჩემი რაღაცა, ჩემი გულის ნაწილი აქვს დეფაქ. ვახარებ და ვაბედნიერებ ადამიანებს, არა ჩემი დამსახურებით, არამედ ამ საოცარი მოვლენის საშუალებით. ეს რაც შეეხება იმ პროდუქტს, რისი მეშვეობითაც აი ესეთი საოცრებები ხდება ჩვენთან. მე ზოგჯერ არც კი მჯერავს, რომ მეც ამის თანამონაწილე ვარ. მეცნიერება ზოგადად მოგეხსენებათ ძალიან ისეთი მცნება, რაც დღემდე რომ მოვდივართ აქამდე, მე ჯერ არ დამიფიქსირებია, თუმცა ძალიან ჩახედული ვარ ამ საკითხებში, მართალს გეუბნებით და ვინტერესდებოდი ამ ყველაფრით და მე არ ველოდი არაფერს, ასე ვთქვათ, მეცნიერებისგან. იმიტომ რომ დღემდე რასაც აკეთებდა მეცნიერება, ეს ხდებოდა მხოლოდ მათთვის. შესაძლოა სხვა მიზნებისთვის.
მაგრამ ადამიანისთვის სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი არ მოუტანია. ყველაზე საინტერესო ინვესტიცია მეცნიერების მხრიდან იქნებოდა ისინი თუ იზრუნებდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე ელემენტარულად, რომ აი ესეთი თითქოს და კლასიკური მედიცინის მხრიდან კურნებელი დაავადებები რომ განიკურნებოდნენ და მეცნიერები რაღაცას მოიფიქრებდნენ ისეც, რაც ამ ყველაფერს უშველი და მაშინ მე რაღაცნაირად სხვა შეფასებას მივცემდი მათ. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს წინ წავიდა ყველაფერი, მაგრამ უკან მიდის ადამიანის სიცოცხლე, უკან იხევს ყველაფერი, ახალგაზრდავდება დაავადებები, ემატება ყველაფერი, არა კარგი, არამედ ცუდი. ანუ აქედან დასკვნა, ვერც მეცნიერება და ვერც ვერავინ ადამიანის ხელმა ეს ვერ მოახერხა, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები. აი ეს პატარა სიცოცხლე, რომელიც გაგვაჩნია სადღაც 60-70 წლამდე, აი ეს მაინც რომ ნორმალურად გავიაროთ. ამის შესაძლებლობა და ამის შანსიც კი არ მოგვცა ჩვენ არავინ. მაგრამ გამოჩნდა დედამიწაზე სამყაროში კომპანია ლივგუდი, რომელმაც არათუ შანსი მოგვცა. სიცოცხლის ხალისი დაგვიბრუნა. ბედნიერები გაგვხადა. ძალიან ბევრი ჩემი პარტნიორი მოგეხსენებათ, მე ეს კომპანია მე შემოვიტანე საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება, მე საუბრება, ჩემს სალიდეროში ჩემი პარტნიორები 6000-მდე ადამიანია უკვე საქართველოს სტრუქტურაში, მე სხვაგან ეწყავს, რა თქმა უნდა, პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებში და ყველა მიკავშირდება და მეუბნება, რომ ჩვენ აღარ გვეშინია არაფრის, სადაც გვერდზე გვიდევს ლივგუდის პროდუქტი, ჩვენ აღარ გვეშინია აღარც ავადმყოფობის და აღარც სიკვდილის. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს დღეს ვინმემ, რომ ჩვენ ვიყოთ უაღრესად მადლიერები. მადლიერების სიტყვა არ არის, რა შეგრძნებებიც უნდა გქონდეს ამ ყველაფრის მიმართ. რა გვდრგუნავს ჩვენ? გვდრგუნავს ის, რომ გვეშინია ახლობელი ავად გახდება, გვეშინია მოკვდება. ყველაფრის გვეშინია, მეგობრებო, შვილი გადის სახლიდან გვეშინია, ოჯახის წევრი გადის სახლიდან გვეშინია, შემოდის სახლშიც კი გვეშინია, ყველაფრის გვეშინია, იმიტომ რომ ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ. და დღეს ამ ადამიანებმა ვინც დააარსეს ეს კომპანია და ვინც შექმნა ეს უნიკალურობა, მოგცეს შესაძლებლობა არა თუ აღარაფრის აღარ შეგვეშინდეს, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს და ელექსირი გვიდევს გვერდში აი ამ პროდუქტის მეშვეობით. გაგვიგონია კი ბატონო, ბიოდანამატები ახალი არაფერი ამაში, ხომ? უამრავი ქსელური კომპანიებია საქართველოში, მაგრამ რომელმა მოუტანა ასეთი ბედნიერება საქართველოს? ვერც ერთმა. იმიტომ რომ ამ ყველაფერმა შედეგი არ დადო. კი, რაღაცა ცვლილებები იყო განსხვავებით აფთიაქის მედიკამენტებისაგან. კი ბატონო, ფარმაცია უშვებს ისეთ რამეს, რაც არათუ აჯანმრთელებს, არამედ პირიქით ასახიჩრებს ადამიანს. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მე ფაქტებით ვსაუბრობ. და არავისთვის უცხო არ არის. შეიძლება მე მაგუმფამას ხმამაღლა, მაგრამ ბევრმა ჩუმად იცით, რომ ეს ასეა. ასევე ეს პროდუქტები, რომელიც აქამდე იყო ქსელურების მიერ წარმოებული, დღეს გამომჟღავნდა ის, რომ იქაც ძალიან ბევრი სინთეთიკა და ისმავნე ნივთიერებები, რაც პირიქით ავნებს ორგანიზმს. და რატომღაც აქამდე ყველას ეგონა, რომ პირიქით ის ჯანმრთელობას უწყობდა ხელს. ვინც ის რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ყველაფერს, ისე რომ ვერც კი მიხვდა. ამიტომ დღეს გამოვიდა სამყაროში ის, რაც არათუ აზიანებს, არამედ პირიქით აჯანმრთელებს, აჯანსაღებს და აბედნიერებს. ეს არის კომპანია ლივგუდის საოცარი პროდუქტი. საოცარი სიტყვა. საოცარს რომ ვამბობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არაფერს არ ვამბობ, მეგობრებო.
ასევე მას აქვს საოცარი მარკეტინგი. საოცარი მარკეტინგი, რომელიც ასევე გვაძლევს შესაძლებლობას არათუ მხოლოდ ჯანმრთელები ვიყოთ, არამედ ეს ამ ჯანმრთელობით ვიბედნიეროთ და გქონდეს ფინანსური თავისუფლება. მოხდა ჩვენთან კომპანიაში რამაც განაპირობა ჩემი ეს ჩართვა, ისეთი რამ, რაც მართლა არსად არ ხდება ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ამის შესახებ აუცილებლად მოგეყვებით. ახლა მოგახსენებთ რამ განაპირობა ჩემი ჩართვა და ესეთი შესავალი. მოხდა მართლაც უცნაური და ძალიან საინტერესო რამ. მოგეხსენებათ აქ ჩვენს ლივგუთში არის ასევე ბიზნეს მიმართულება, რაც გვაძლევს აბსოლუტურ ფინანსურ თავისუფლებას და დღეს კომპანიას ყავს 7,000-ზე მეტი მილიონერი. უკვე მეტი, იმიტომ რომ როდესაც გამოცხადდა და როდესაც იყო, ასე ვთქვათ, გაჟღერებული რომ 7,000 მილიონერია, მას შემდეგ უკვე გავიდა 2-3 თვე და მე ზუსტად ვიცი რომ მომატებულია მილიონერთა სია, მაგრამ ჯერ ოფიციალურად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა დაემატოს რომ გამოაცხადონ. ამიტომ ამბობ 7,000-ზე მეტი მილიონერი. გაგიკვირდებათ, კომპანია ჯერ სულ 3 წლისაც კი არ არის. დეკემბერში შეუსრულდება, 13 დეკემბერში შეუსრულდება 3 წელი. 7,000 მილიონერი 10 წლეულობით მუშაობენ კომპანიები და ვერ აღწევენ ამას. აქედან უნდა მივხვდეთ ყველა რასთან და რა ფენომენთან გვაქვს საქმე. აი კიდევ რა ხდება? უყურეთ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ აქ მარკეტინგი ჩემო ძვირფასებო ისეა აწყობილი, რომ მარტო თქვენ არ გიწევთ შრომა თქვენ საკუთარ სტრუქტურაზე. უყურეთ, აქ შრომობს ყველა, თქვენი ზემდგომები, თქვენი ქვემდგომები. ყველა ადამიანი შრომობს იმისთვის, რომ თქვენ იყეთ, ასე ვთქვათ, თქვენ წახვიდეთ წინ და ფინანსურად გახდეთ დამოუკიდებელნი. აი ასეთი სტილით არის აწყობილი მარკეტინგი. და აქედან გამომდინარე, სწორედ ერთ-ერთი მაგალითი, რაც ახლა გადახდა ერთ-ერთ ჩვენს პარტნიორს, ამტკიცებს ამას, რომ აქ ხდება საოცრებები. ასეთი რამ მართლაც არსად არასოდეს არ მომხდარა. უყურეთ რა მოხდა. მოვიდა ადამიანი კომპანიაში დარეგისტრირდა. იყო 2 წელიწადი, რაღაცა აკეთა, ცოტა რაღაც იმუშავა, ცოტა რაღაც გააკეთა, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვერ მიაღწია. ამ დროს რა მოხდა? უყურეთ, მოგეხსენებათ, აქ არის სტატუსები, ხო? სტატუსები დავუშვოთ იწყება უსტატუსოდან, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, პლატინა და ბრილიანტი. და ახლა უყურეთ, წესით, ზოგადად წესით ვიცი ჩვენ როგორ ხდება, ხო? ვისაც აქვს მაღალი სტატუსი, მხოლოდ ის ღებულობს შესაძლებლობებს გავიდეს ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. ეს არის სტანდარტული, ასე ვთქვათ, მცნება, რაც ყველამ ვიცით, ხო? ყველა კომპანიებში ასე ხდება. მაგრამ ის, რაც აქ მოხდა, ხდება მხოლოდ აქ, ლივგუთში ხდება ასეთი სასწაულები და უამრავი ასეთი სასწაული ლივგუთში ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ანუ ბრილიანტის სტატუსი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ძლიერი სტატუსი. ბრილიანტის სტატუსში კომპანია ლივგუთში ადამიანი აღწევს ყოველთვიურ შემოსავალს $16,000. მაგრამ რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება მისი შემოსავლები. ფაქტია, რომ მას ყავს უშველებელი სტრუქტურა, მის სტრუქტურაში ხალხი მუშაობს, ასევე მისი ზემდგომები კიდევ არიან, ბრილიანტს ყავს, ასევე ზემდგომები, ვინც ის მოიწვია. ისინი მუშაობენ, მას კიდევ ემატება თანხები და აქ ადიან უკვე თვიურ შემოსავალზე 100,000, 200,000 თვიურ შემოსავალზე არ მოგესმათ. კი ბატონო, 100-ია. მაგრამ ნახეთ რა მოხდა? მე წეგან დავიწყე ერთი ადამიანით, რომელიც შემოვიდა, რაღაცა ცოტა იმოძრავა, მაგრამ დიც ვერაფერს ვერ მიაღწია. იმიტომ ვერ მიაღწია, რომ თვითონ ვერ იმოძრავა სწორად და კარგად ხვდებით. კომპანიაში სადაც 7,000 მილიონერია, ესე იგი აქ არც ისე რთულია, თან 3 წელიწადში რომ არის 7,000 მილიონერი, არც ისეთი რთულია აქ. გამომუშავება ამ თანხების, ხო? თუნდაც მილიონების, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვას, როგორ შეძლებს. მოგეხსენებათ, აქ არის რეკომენდაციების სისტემა, ხო? ჩვენ უნდა გავცეთ რეკომენდაცია კომპანიის შესახებ. მაგრამ ამ ადამიანმა როგორც ჩანს ეს ვერ მოახერხა. მაგრამ ნახეთ რა გააკეთა კომპანიამ? კომპანიამ არ გააკეთა, მისმა სისტემამ გააკეთა. რა გააკეთა? ბრილიანტის სტატუსიანი ადამიანი აღმოჩნდა მის სტრუქტურაში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს
მთელი ცხოვრება ექნება უზრუნველყოფილი. ის აღარ იზრუნებს თანხებზე, აღარ იზრუნებს არაფერზე, მას აბსოლუტურად ყველაფერი ექნება, რასაც კი მოისურვებს, იმიტომ რომ ბრილიანტი მისი აღმატებულება მის სტრუქტურაში აღმოჩნდა მთელი თავისი სტრუქტურით. ანუ ეს არის უკვე ათასობით ადამიანი აღმოჩნდა ამ ადამიანის სტრუქტურაში. აი მის გამო რომ აი ესეა სისტემა აწყობილი და მარკეტინგი აქვს. გამართლება არ არის. ბედია, არც ბედია. უბრალოდ ჭკვიანი ადამიანების აწყობილი სტრუქტურაა აქ, ჭკვიანი ადამიანების აწყობილი მარკეტინგი, რომელიც აძლევს ასეთ შესაძლებლობას ყველა პარტნიორს, ვინც თავის სიცოცხლეს, თავის ცხოვრებას შეუერთებს ამ საოცრებას, ამ ინოვაციას, რომელიც მართლა განუმეორებელია. ამ მარკეტინგს ვერავინ ვერ გაიმეორებს, ამას ვერავინ ვერ შექმნის. ეს შექმნა მხოლოდ ლივგუდმა. აი ასეთი სასწაული მოხდა ჩვენთან კომპანიაში. ამის შესახებ მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. ამიტომ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ერთადერთი შანსი, რომელიც ეწვია საქართველოს, რომელიც 10,000% უნდა გამოიყენოს საქართველოს. მე ეს მინდოდა ზუსტად და იმიტომ შემოვაბიჯე თქვენთან. მე მინდოდა რომ თქვენ ყველანი ყოფილიყავით ბედნიერები. მე მინდა რომ ყველა ემიგრანტი დაბრუნდეს საქართველოში, თავის სამშობლოში, თავის დედასთან, მამასთან, შვილთან, ოჯახთან, მეგობრებთან და ის მიზერული 70 წელი, რომელიც აქვს მას მინიჭებული, არ გაიაროს სხვისი ცხოვრებით, არ იყოს სხვის ქვეყანაში, არ სჭირდებოდეს მას იმ ენაზე გრძნობების გამოხატვა, რომელიანაც მისი არ არის. ეს ძალიან რთულია. ეს ძალიან რთულია, როდესაც გინდა რაღაცა გამოხატო, შენი გრძნობა გამოხატო და ეს შენ გინდა შენს საკუთარ სამშობლიო ენაზე გამოხატო, მაგრამ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ შენ ხარ სხვის სამყაროში, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. და ეს ძალიან რთულია. ცოტა რბილი სიტყვაა, ეს საშინელებაა. სწორედ ამ საშინელებისგან მინდა გადავარჩინო საქართველო. ძალიან გთხოვ, დაფიქრდი. ჩახვდი, რა შანსი დევს შენს წინაშე? რა სასწაული მოვიდა შენთან? შენ არაფერი გჭირდება ამისთვის. არც არავის მოვლა, არც არავის მომსახურება, არც არავის მონადყოფნა. შენ საკუთარ სამშობლოში, სუფთად მოწესრიგებული რეკომენდაციას გასცემ ამ საოცრებაზე, ეს ხომ სიკეთეა, აკეთებ სიკეთეს და ამ სიკეთეში კომპანია გხდის მილიონად. არის სადმე ასეთი შანსი? არა. ამიტომ გელოდებით, დამიკავშირდით, შემეხმიანეთ, რომ დაგეხმაროთ, მომეცით იმის შესაძლებლობა, რომ დაგეხმაროთ. 6,000-მდე ადამიანს დავეხმარე საქართველოში. რატომ უნდა იყოთ თქვენ გამონაკლისი? შემოუერთდით ამ გუნდს. ვიდეოს ბოლოს მე გაჩვენებთ იმ სიტუაციას, რაზეც ვისაუბრე. მარკეტინგის შესახებ, რა სასწაული მოხდა ჩვენთან. და თქვენი თვალით იხილავთ ამას. ღმერთი იყოს თქვენი ფარველი. თქვენთან ვიყავი მე, ნანა ლომიცა. მადლობა ყურადღებისთვის. მინდა რომ დაფიქრდეთ ყველაფერს. A company called Live Good. You know, I'm literally sitting right across the street from the Dallas-Fort Worth airport. I never forget the night I spent there. ძვირფასო მეგობრებო, იცით ეს ბატონი ვინ არის? ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც იმის გამო, როგორც ხედავთ, ხეიბარია ის და სწორედ ამის გამო ის იმყოფებოდა უპატრონოთა სახლში 3 წლის უკან. ეს ადამიანი ურთულეს მდგომარეობაში იყო. გასაგებია ხომ, წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს უპატრონოთა სახლში ცხოვრებას. მან შეიტყო კომპანია ლივგუდის შესახებ, რომელიც სულ ახალი დაარსებული იყო და სულ არავინ არ იცოდა რა იქნებოდა ამ კომპანიისგან, მაგრამ ამ ადამიანმა გამოავლინა ხედვა და იშოვა ის თანხა
წარმომიდგენია რა ვაი გაჭირვებით იშოვა ის თანხა $50 მისთვის ეს იყო დიდი თანხა, იმიტომ რომ ნუ გასაგებია ხო რატომ და მან ეს მოახერხა იშოვა დარეგისტრირდა და დღეს ეს ადამიანი გახლავთ მილიონერი 3 წელიწადში კი არა 1 წელიწადში გახდა ის მილიონერი კომპანია ლივგუდში აი რა არის აქ შესაძლებელი სწორედ მის სტრუქტურაში მოხდა ის რაზეც მე გესაუბრეთ ვიდეო ჩანაწერში და ვიზუალურად გაჩვენებთ ახლა მე ის ბრილიანტი როგორ აღმოჩნდა ჩვეულებრივი პარტნიორის სტრუქტურაში აი ძვირფასო მეგობრებო აი როგორც ხედავთ ბრილიანტი ჩვენს კაბინეტებში ჩვენი ლივგუდის კაბინეტში აი ამ ფრათ არის აღნიშნული და აი ეს ბრილიანტი აღმოჩნდა ერთი ჩვეულებრივი პარტნიორის სტრუქტურაში ეს იმას ნიშნავს როგორც გითხარით ვიდეო ჩანაწერში რომ ეს ადამიანი მთელი თავისი ოჯახით ურთ აღმოჩნდა ოქროში ასე ვთქვათ ოქროს საბადეში აღმოჩნდა და ის იქნება მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი მთელი თავისი ოჯახით არა მხოლოდ ახლა არამედ მთელი მისი შთამომავლობა იქნება ასე ვთქვათ აბსოლუტურად უზრუნველყოფილი იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბრილიანტს ზოგადად უამრავი ადამიანი ყავს სტრუქტურაში და ეს ყველა მისი სტრუქტურით ის აღმოჩნდა ამ ადამიანის ხაზში. სხვათა შორის ეს არ არის გასაკვირი და ეს ხდება ჩვენთან ზოგადად კომპანია ლივგუდში და საქართველოს სტრუქტურაშიც ასევე. ჩვენ ყავს ასეთი ადამიანი, რომელიც არის ბრინჯაო და არა ერთი, რა ბევრი ასეთი სიტუაციები გვაქვს, რომ არის უბრალოდ ბრინჯაო მოგეხსენებათ არის აი ეს სტატუსი და აი ეს უსტატუსოა, ეს ფერი უსტატუსოა, ეს ვერცხლი. მოკლედ, აი ესეთ ბრინჯაოს სტრუქტურაში, აი ის გახდა ბრინჯაო, მოიყვანა მხოლოდ 2 ადამიანი. ნუ მეტი ვერ მოიწვია, რეკომენდაცია ვერ გაწია მეტად და ის დარჩა დაუშვათ ბრინჯაოდ, ხო? მის სტრუქტურაში პირველ ხაზში აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იყო ოქრო. და მის პირველ ხაზში აღმოჩნდა ეს ოქრო. ხვდებით? და აქედან გამომდინარე, თავისთავად ეს ოქრო აღმოჩნდა ძალიან აქტიური, მან მოიყვანა ადამიანები, ბევრი ძალიან გაწია საინტერესო რეკომენდაცია ამ საოცარი კომპანიის შესახებ და აი ამ ბრინჯაოს მიეცა შესაძლებლობა ამ ადამიანისგან რომელიც გავიდა კონკრეტულ ხელფასზე, მაგალითად სიტყვაზე $1000-ზე, ხო? მარკეტინგის გათვლით, კომპანია ლივგუდის მარკეტინგის გათვლით, პირველი ხაზი, ვისაც გაუწევ რეკომენდაციის კომპანიის შესახებ, იმ პირველი ხაზიდან ყველასაგან აბსოლუტურად ვისაც კი მოიწევ, რა ხელფასზეც არ უნდა გავიდეს, იმის 50% ერიცხება რეკომენდატორს, ანუ მომწევს. და ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ დარჩა ბრინჯაოდ, წარმოიდგინეთ და აი ამ ოქროსგან მას დაერიცხება 50%. და ეს ადამიანი ფაქტურად უზრუნველყოფილია და აი ესეთი შემთხვევები ბევრია, ძალიან ბევრი. ჩვენ საქართველოს ასე ვთქვათ ხაზში. ისე რომ როგორც ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი რამ, რასაც განაპირობებს ეს მარკეტინგი, რომელიც მოიფიქრა მხოლოდ ლივგუდმა. ამ მარკეტინგს არ აყავს ანალოგი, ხვდებით? ასეთი რამეები არსად არ ხდება აბსოლუტურად. ჩვენ ვიცით, რომ ყველა სადაც გათვლილია მარკეტინგი იმ სისტემებში და იმ კომპანიებში, სადაც მარკეტინგია და მარკეტინგის მეშვეობით ხდება ფულის, ასე ვთქვათ, გამომუშავება, ყოველთვის მაღალ სტატუსიანია. მაღლა, აი მაგალითად, აი ესეთი სტატუსიანი უნდა იყოს მაღლა. მხოლოდ მაღლა. ბრილიანტი მაგალითად, ხო? და აი მხოლოდ მისგან მოდის მერე ხაზი და ეს დაბალი სტატუსები ხდებიან დაბლა.
მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ანუ ამ მარკეტინგის სიტუაციაში, აქ ასე არ ხდება. შემოსავალი მოდის აბსოლუტურად ყველა მხრიდან, რომ იტყვიან, ხო? აი ამ ადამიანს მაგალითად სიტყვაზე ამ ადამიანს, ხო? ზემდგომები, რომლებიც ყავს, ზემდგომები, ხო? ზემდგომები. ესენი, როდესაც მუშაობენ აქტიურად, თავისთავად ეს ზემდგომებისგან მის ხაზში ვარდებიან ადამიანები. და ამას აკეთებს ჭკვიანი რობოტი. ჭკვიანი რობოტი, რომელიც არის მაღლა და ის გადაანაწილებს მაღლიდან დაბლა და მარცხნიდან მარჯვნივ. და ასე განლაგდებიან ადამიანები აი ამ უჯრედებში, აი ესე ივსება საფეხურები და აი ამ საფეხურების შევსების საფუძველზე ადამიანი გადის ხელფასებზე. როგორიცაა $2,000, $4,000, $8,000, $16,000 სტატუსების და მიხედვით. აი, ასეთი ხელფასებია აქ, ჩემო ძვირფასებო, აი ამ მარკეტინგის მეშვეობით აბსოლუტურად შესაძლებელია ამ ხელფასებზე გასვლა, მე ტყუილად არ ვახსენე, რომ კომპანიას ყავს 7,000-ზე მეტი მილიონერი. პლუს იმიტომ რომ 7,000 როდესაც გაჟღერდა, ეს იყო ფაქტიურად მას შემდეგ უკვე გავიდა გარკვეული პერიოდი, გასაგებია რომ 7,000-ზე მეტია უკვე ის მილიონერი, მაგრამ ოფიციალურად გამოცხადება ალბათ ცოტა უკვე მრგვალი რიცხვი რომ იქნება მხოლოდ მაშინ. აი, ასეთი სასწაულები ხდება კომპანია Livgood-ში, არა მხოლოდ პროდუქტის ხაზით, არამედ ბიზნესის ხაზით. ანუ ეს ორი აბედნიერებს ადამიანს. თავარი რა არის ადამიანებისთვის? ზოგადად, აი, ბედნიერი რომ იყო, რა უნდა გქონდეს ადამიანს? პირველი, ჯამრთელობა, მეორე, ფინანსები. კომპანია Livgood-ში აი ეს ორი სრულიად მისაღწევია. ადამიანი აქედან გამომდინარე არის სრულყოფილად ბედნიერი. აი, მოკლე მონახაზი კომპანია Livgood-ის შესახებ, რაც მე პირადად ძალიან მაბედნიერებს და ყველა ჩემს გარემოს, ვისაც ვიცნობ, ყველა ბედნიერი ამ კომპანიით. ხომ არის სამსახურში, როდესაც მიდიხარ და საათებს ითვლი, წუთებს ითვლი, როდის დასრულდება, რომ წამოხვიდე, იმიტომ რომ არ გსიემოვნებს იქ მუშაობა, იმიტომ რომ შენ უბრალოდ მოვალე ხარ, რომ იქ იმუშაო, რომ რაღაცა ხელფასი გამოიმუშაო და რაღაცა ხელფასი მოგაჩეჩონ ხელში და წამოხვიდე და თვიდან თვემდე ძლივს გაიტანო თავი იმ ხელფასით. მაგრამ Livgood-ში ხარ აბსოლუტურად თავისუფალი. შენ მართავ შენს დროს, შენ მართავ შენს ცხოვრებას, შენ ხარ მეფე შენი გადაწყვეტილებების, შენს მაგივრად არავინ არაფერს არ წყვეტს, არ ღერს ამის გამო ყველაფრის გაკეთება. აი, ეს მინდოდა თქვენთვის მომეხსენებინა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რაღაცნაირად მომინდა თქვენთან გასაუბრება, მით უმეტეს, როდესაც დაემთხვა აი ეს სასწაული, რაზეც ახლა გესაუბრეთ, რომ აი ასეთნაირად გაბედნიერდა ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი. მე გითხარით, რომ საქართველოს გუნდში ხდება მსგავსი რამე, მაგრამ ბრილიანტი რომ ჩავარდება შენ სტრუქტურაში, ეს მართლა საოცრებაა. ყველას ვილოცავ, მთელ საქართველოს ვილოცავ, რომ აი ეს ასეთი წარმოუდგენელი რამ ეწვია მას. მე კი ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი ბედნიერდება ჩემს გარშემო. ასეთი რამ არის ნათქვამი ღვთის სიტყვაში. გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. აი, სწორედ ეს მაბედნიერებს, რომ გავცემ. გაეცით თქვენც და იქნებით ბედნიერები. ხომ არ დაიღალე ემიგრანტო.
ხომ არ დაგიყრია ფარხმალი გული გაიმაგრეს სული გაიმტკიცე რკინის აისხი აბჯარი ხომ არ დაიღალე ემიგრანტო ვიცი მოგენატრა სახლკარი დროს ვერ შეაჩერებ დავერც დააბრუნებ მას წესით არ აქვს საზღვარი ხომ არ დაიღალე ემიგრანტო ფიქრებთან ხომ არ დამარცხდი ცრემლი ამოიშრე თვალებიდან კლდედ გადაიქეც გამაგრდი ხომ არ დაიღალე ემიგრანტო ვიცი თვალწინ გიდგა სახლკარი ცოტაც გაუძელდა მალე დასრულდება დროს თავად დაუწესე საზღვარი ვიცი დაიღალე ემიგრანტო უცხო მიწაზე ნატანჯი ხრები გაიმაგრე ძირს არ ჩამოყარო რკინის ჩაიცვი აბჯარი ხომ არ დაიღალე ემიგრანტო ფიქრობ ჩაკეტილი საკანში წლები გაგპარვია იმ ნორჩობის სრემლის სასთუმალთან მალვაში გთხოვ არ დაიღალო ემიგრანტო და არ დაივიწყო ფესვები შენი სამშობლოა საქართველო მას მტრულად ნურას დროს შეხვდები ამ ვიდეოს ემოციების გარეშე უყუროთ ეს არის ეხლაც მიცრებლები მომადგა მიუხედავად იმის რომ მეხუთედ მოусმინე მე ფიქრობ ამაზე მეტი სამოტივაციო ვიდეო არც მოიძებნებოდა ვინაიდან ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა ქალბატონი ნანა ლომიძის ვიდეორგოს შემოკარგებო და ამიტომ გადავწყვიტე რომ სწორედ ამ რგოლით წარდგენილიყავით თქვენს წინაშე ეს არის საოცრება შემოძვირფასებო როგორც კომპანია არის უნიკალური ისე ყავს საოცარი ლიდერი შემოძვირფასებო მისია რომელიც დაეკისრა ქალბატონ ნანა ლომიძეს ეს არის ენით აუწერელი ადამიანი იმიტომ რომ მე ვფიქრობ ეს არის რჩეულთა ხვედრი ჩვენ არ ვიმყოფებით უბრალოდ კომპანიაში მე კომპანიასაც რო ვამბობ ჩვენ საოცარ ლიგურზე ძალიან მეცოტავება რადგან მსგავსი რა ჯერ სოფლიოს არ ახსოვს შემოძვირფასებო და ჩვენ ვიმყოფებით უნიკალურობაში აქ იხსნება გზა ნამდვილად 100%-იან გარანტირებულად გეუბნებით ყველა ემიგრანტს ეხსნება გზა დაბრუნდეს საქართველოში შემოძვირფასებო ის უნიკალური 3+3-ის პრინციპი დავეხმაროთ ერთმანეთს შემოძვირფასებო რომელიც ქალბატონმა ნანა ლომიძემ წარადგინა ჩვენ წინაშე დეტალურად გათვლილი დავუდგეთ ერთმანეთს ჩემო ქართველებო გვერდით დავაბრუნოთ ყველა ემიგრანტი თავის სამშობლოში ვიყოთ ბედნიერი დიასახლისები მართოთ ეს საოცარი ბიზნესი ჩვენს ოჯახთან ერთად ჩართოთ ჩვენი ოჯახის წევრები ჩართოთ ჩვენი ახალგაზრდობა შემოძვირფასებო რომ მათ არ მოუწიოთ ჩვენსავით ასე წვალება როდესაც ასეთი უნიკალური კომპანია არის ჩვენს წინაშე შემოძვირფასებო მსგავსი რა სოფლიოს არ ახსოვს და თქვენ რომლებიც ახლა აქ ხართ უკვე მოსალოცად გაქვთ საქმე ეს უნდა მივხვდეთ ამას უნდა ჩავხვდეთ ამას ვერც ერთი პლატფორმა ვერც ერთი კომპანია ვერ შეედება შემოძვირფასებო თქვენ ნახეთ თქვენ მოისმინეთ მე ამაზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი თუ რაოდენ სასწაულში ვართ ჯანმრთელობის მხრივ ფინანსების მხრივ მარკეტინგი როგორი გვაქვს აი გადაშლილი წიგნი გვიდევს წინ ჩემო მეგობრებო და ჩვენ უნდა წავიკითხოთ მხოლოდ და მხოლოდ წაკითხვა და ამ წაკითხulis გაცემა მეტი არაფერი არ გვევალება ყველაფერი მზად არის ყველაფერი გაგვიმზადეს უნიკალური დამაარსებლები შემოძვირფასებო უნიკალური ლიდერი რომელიც საქართველოს წინ უძღვის და ჩვენ ლიდერები რომლებიც მის გვერდით ვართ 24/7-ზე და ამ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენთვის შემოძვირფასებო რომ შემოხვიდეთ მოისმინოთ ეს უნიკალური ინფორმაცია თუ არ გაიგეთ არ გეცოდინებათ რატომ უნდა გადაიხადოთ ის $10 უბრალოდ რომ ვამბობ ეხლა $10 რა მოსატანია აი ამ ყველაფერთან რაც ქალბატონმა ნანა
აი ამ ვიდეოდან გითხრა ჩვენ პარტნიორობა საინტერესო იქნება თქვენი ჩართულობა ჩემო გოგოებო ჩაგვერთეთ თქვათ ჩვენი ემოციები კი ნინო აუცილებლად მოგესალმებით მივესალმები სტუმრებს მივესალმები პარტნიორებს მეც როცა მოვისმინე ნანას ვიდეო ვერ მოვითმინე სალონში ვიყავი და იმ წუთას ჩატში ჩავაგდე ხმოვანი მართლა როგორ შეეხო ეს ადამიანი დღევანდელ რეალობას რასაც ჩვენი თვალით უყურეთ უბრალოდ აქ ზედმეტი არაფერი არ უთქვამს ეს არის სიმართლე რასაც დღეს ჩვენვე ვუყურებთ ჩვენივე თვალებით თუნდაც ჯანდაცვის სისტემა როგორ შეადარა დღევანდელი კლასიკური მედიცინა ხო ჯანდაცვიდან გვესმის მხოლოდ დაშინება და არანაირი იმედი და დღეს ჩვენ კომპანიაში როგორი იმედია თუნდაც ჩვენი ექიმები დღევანდელი მდგომარეობა თუნდაც აი დღეს შემოვიდა ჩემთან ერთი ემიგრანტი ჩამოვიდა იტალიიდან და ისეთი ემოციურად იყო ლიაო ვიფიქრე რომ აღარ გავბრუნდებიო უკან მაგრამ ისეთი ფასებიაო ერთი კვირა არ გავჩერებული ვარ და უკვე იქეთ მიწევს ისევ წასვლა მგონია აი წარმოიდგინეთ მართლა ეს კომპანია გვაძლევს საშუალებას რომ უფრო ჩაუღრმავდეთ უფრო გავაანალიზოთ გავაშინაარსოთ და ძალიან მარტივია აქ მართლა ბიზნესიც და თავისუფლებაც მოკლედ დღესაც ემოცია დამემართა ისე კი ყოველ მოსმენაზე და აი ძალიან ინტერესი გამოიწვია ამ ვიდეო გოლმა რასაც ქვია მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეა აქ ხო ყველაფერი რაც არის ნათქვამი და აი ეს სიმართლე როგორ შეიძლება ადამიანმა გაიგოს მაშინ არ ვიცი ალბათ ყრუ უნდა იყო რომ არ გესმოდეს ეს ყველაფერი და ახედავთ ეს ხო რეალობა ჩვენს წინდეს მეგობრებო ეს რეალობა და რა ვიცი ამის არ დანახვა საღამომშვიდობის ძვირფასო სტუმრებო საღამომშვიდობის ქალბატონო ნინო ძალიან ემოციური ვიდეო რგოლი იყო ეს რაც ჩვენმა არაჩვეულებრივმა ლიდერმა მოგვაწოდა და ჩაგვიწერა სულის შემძვრელი ყოველთვის ვამბობ ხოლმე არასდროს არ ყოფილვარ ემიგრაციაში მაგრამ ძალიან შევდივარ ემიგრანტების მდგომარეობაში ძალიან განვიცდი ასე რომ კომპანია ლივგუდი ძვირფასებო ნამდვილად 1000%-ით გაძლევთ შანს რომ თქვენს მიწაწყალს დაუბრუნდეთ თქვენს ოჯახებს დაუბრუნდეთ ეს აი ვამბობ ხოლმე ხშირად მე ჩემს პრეზენტაციაზე რეალურ ზღაპარში ვართ მეთქი ნამდვილად ასეა ძვირფასებო თავარია რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ აქ არის საოცარი გუნდური მუშაობა ეს სრულიად აღნიშნული იყო რადიკალურად განსხვავებული ლეგენდარული კომპანიაა მართლა სიტყვა კომპანიაც კი მეცოტავება ამისათვის რადგან აქ ზედა სპონსორებიდან ჩამოსული ახლა ქალბატონ ნანამ გაჩვენათ თქვენი ვიდეო რგოლში ხო ბრილიანტი ჩაგვივარდეს всё ჩვენ მთელი ცხოვრება ჩვენ შთამომავლობას გარანტირებული აქვს წარმოგიდგენიათ აი რა საოცრებები ხდება აქ ტიმ მილერი მაგონებს ვისიცით ეს ამერიკელი ბატონი არის ტიმ მილერი რომელიც აქ იყო ვიდეო რგოლში ნაჩვენები ის არის ინვალიდი და იყო მათხოვარი ძვირფასებო მათხოვრობიდან დღეს როგორც აღნიშნა ქალბატონ ანამ ერთ წელიწადში მილიონერი გახდა იცით რას მაგონებს ეს სამი კაკალი კონკიასათვის რომ არის ზღაპარი ის საწყალი ღარიბი ობოლი გოგონა რომ პრინცესა გახდება აი ტიმ მილერს ეს ბედნიერება ეწვია თუმცა ისევ ინვალიდის ეტლშია ხო მაგრამ ის დღეს მათხოვარი აღარ არის ის მილიონერია თანაც ერთ წელში არ ვიცი ეს არის საოცრება მართლა რეალურ ზღაპარში ვართ და ყველას გილოცავთ ძვირფასებო ვინც უკვე გადადგით ეს ნაბიჯი და აქ ხართ და შემდგომ უკვე სტუმრებს ვინც უსმენთ ესწრებით ვინც მოგიწვიათ ხო მთელი ცხოვრება მადლიერები იქნებით იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად საოცარ ბიზნესში შემოაბიჯებთ ასე რომ დროულ რეგისტრაციებს გისურვებთ ყველას აქ დრო ძალიან ძვირფასია წარმატებები და მადლობა დიდი მოგესალმებით
მე ძალიან ემოციებში ვარ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მოისმინო ეს ვიდეო რგოლი, გადმოცემაც არის და გადმოცემაც. ქალბატონი ნანა ისე გადმოსცემს ამ ყველაფერს, რომ აი სულით ხორცამდე ვარ შეზრწუნებული, ასე ვთქვათ და ბოლო აკორდი ხომ სასწაული იყო. მინდოდა მთელი ემიგრანტები, რომლებიც არიან მიმოფანტულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ერთად შემეგროვებინა და ყველას ჩავხუტებოდი. აი ესეთი განცდა დამეუფლა და ძალიან მინდა რომ კომპანია ლივგუდის შესაძლებლობა, ეს ბუმბერაზი კომპანია, რომელიც უკვე 232 ქვეყანაში ასე წარმატებით ოპერირებს და მოღვაწეობს. თითოეულმა ემიგრანტმა გაითავისოს, რომ ეს არის გზა სწორედ სამშობლოში დაბრუნებისთვის. სამშობლოში დაბრუნების გზა. ხედავთ, როგორი გადინება ხდება საქართველოდან, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ახალგაზრდობის. ეს რა თქმა უნდა, არ მეგულება ოჯახი, სადაც ეს პრობლემა არ არის და მინდა რომ ყველა დაბრუნდეს, მეც ვეღარ ვისაუბრებ. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. მშვიდობის. კალეჯან თქვენ გენაც არა გისმენთ ქალბატონო. ქალბატონ დარაჯან ბრძანეთ თქვენი დრო ცოტა შეზღუდულია. მე ვიტყვი. კარგით, მადლობა. ცოტა ვღელა ვიცით? თან ნინოს რო უყურებ, ცრემლებს სიწმინდავს. ძალიან შემეხო ბოლოს. მართლა ძალიან შემეხო. განსაკუთრებით ის ბოლო აკორდიო, როგორც ქალბატონმა ინგამ თქვა, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. და ყოველთვის ნანა ამ კომპანიას, ამ საოცარი კომპანიის მარკეტინგს, მის თლიან სისტემას, მის საერთოდ მუშაობას და იმ საოცრებებს, რაც ამ მაგალითში მოიყვანა, იმას უკავშირებს, რომ არიან ადამიანები სწორედ ვინ ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაკარგული თბილ ქვეყნებ იმაში საერთოდ ემიგრაციაში და ასევე გადაკარგული ვინ ფინანსური გაჭირვების გამო წასულები არიან და აქედან გამომდინარე უკავშირდება დიახ ეს თემა ძალიან უკავშირდება იმას რასაც ეს კომპანია აკეთებს ადამიანებისთვის და ეს ემიგრანტის თემა ერთი ლამაზი მაგალითი მინდა მოვიყვანო და ყოველთვის გულს ეხება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და იცი რას მინდათ შევადარო ემიგრანტები მეგობრებო გვანან ფრინველებს რომლებიც ზამთრის სიცივეს გაექცნენ და თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ. აი სწორედ ხომ ფრინველები ამის გამო მიფრინავენ თბილ ქვეყნებში, რომ არა სიამოვნებისთვის, არამედ გადარჩენისთვის, მაგრამ გულში ყოველთვის ატარებენ თუნდაც ფრინველიც იმ ადგილს, საიდანაც პირველად აფრინდა. სწორედ აი ამას გავს ემიგრანტის მდგომარეობა. და როგორც ფრინველები ყოველთვის ბრუნდებიან ემიგრანტებიც იქ, სადაც მათი ბუდია და სადაც მათი ოჯახია. ასე რომ, ემიგრანტის ყოველთვის ბრუნდება, მეგობრებო, ჩვენ მას შორიდან უყურებთ და ამ სტატუსით უყურებთ, რომ ის ემიგრანტია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მინდა ვთქვა, რომ ემიგრანტი ყოველთვის ბრუნდება ფიქრებით, ოცნებებით, ან ერთხელ შეიძლება ეს რეალურადაც მოხდეს. ამიტომ უკაცრავად აი ამ კომპანია მეგობრებო გვაძლევს იმის შესაძლებლობას უკაცრავად რომ მისი საოცარი სისტემით მისი საოცარი მარკეტინგით აი მაგალითით რაც ნანა მოიყვანა ეს ხო ყველაფერი მის კომპანიის მარკეტინგზე არის გათვლილი და ამ კომპანიით შესაძლებელია ეს რომ არასოდეს აღარ ვახსენოთ ემიგრაცია და ემიგრანტად ყოფნა, რადგანაც ის მოგცევს შესაძლებლობას ნამდვილად თუ კი არსებობს დღეს ამდენი მილიონერი, სულაც არაა საჭირო მილიონერობა, მაგალითად ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სულ მცირე რაღაც შემოსავალიც, რომ შენ ოჯახთან ერთად დატკბე მათთან გვერდით და მე ძალიან დიდი მეც მაძლევს, ძალიან დიდი მეც ეს კომპანია, რომ ჩვენ ცხოვრობ დღეს ისეთ
ყუთისოფელში, სადაც არსებობისთვის ელემენტარულიც არ არის და მართლაც ამ კომპანიიდან მე თუ ჩვენ შევძლებთ მოძრაობას, შევძლებთ ვაკეთოთ ის ცირედიც რო გავაკეთოთ ამ კომპანიაში ეს ფასდება, ასე რომ გისურვებთ მეგობრებო წარმატებებს და გისურვებთ იმ ყველა სიკეთის საკუთარ თავზე გამოცდას, რაც შეიძლება მოხდეს ამ კომპანია ლილგუდის შესაძლებლობებით. გამომშვიდობის უკვე ისეთი გარემო შეიქმნა ქალბატონინო, მადლობა ამ ვიდეო რგოლის კიდევ ერთხელ გაჟღერებისთვის, უკვე ძალიან შეძრწუნებულები ვართ, აი არ ვიცი რა და ყველა საკითხს როგორ შეეხო ქალბატონი ნანა ხომ არის საოცრება ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ჩემო ძვირფასო სტუმრებო. ეს რასაც საუბრობს ქალბატონი ნანა, მას ყველაფერი გულიდან ამოსდის და იმიტომ მივყავართ ამ ყველაფერს ცრემლებამდე. ეს ხომ რეალობაა და ეს ხომ რეალობაა, რომ კომპანია ლივგუდი მართლა ყველას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ გაბედნიერდეს. თვითონ სახელწოდებაც ხომ მას გვეუბნება, თვითეული ადამიანის გაბედნიერებაზე ზრუნავენ. სულ რაღაც 2 ადამიანის, 3 ადამიანის მოწვევით ყველას გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენ გავხდეთ წარმატებული ამ კომპანიაში. ისეთი მარკეტინგი აქვს, ისეთი ბიზნესია. სულ რაღაც $50 ინვესტიციით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოთ, ჩემო მეგობრებო. ამიტომ ყველამ უნდა გაითავისოს, უკვე მართლა აღარ ყოფნის აღარც სიტყვები, აღარც ემოცია, ჩემო ძვირფასებო. საოცარი ადამიანია ქალბატონი ნანა, ეს რასაც საუბრობს ამ ვიდეო რგოლში, სწორედ ზუსტად ასეთი ადამიანია და ასეთი გული და სული აქვს მას ჩადებული საქართველოს ჩატში და საქართველოს გუნდისთვის და ძალიან ბევრ რამეს გვპირდება კიდე როგორც ქალბატონი ნანა, რომ ჩვენ გავხდეთ წარმატებულები და ასევე კომპანია. ყველა მინდა გაითავისოს და ყველა ჩვენ გამომსვლელი პრეზენტატორები, ლიდერები ყველა იმას საუბრობთ, რომ გვინდა რომ საქართველოში ყველამ გაიგოს. მსოფლიო ქვუხს უკვე, მაგრამ საქართველოში გვინდა რომ გაიგოს მოსახლეობამ და ემიგრაცია აღარ არსებობდეს საერთოდ. მოკლედ არ ვიცი, აღარ შემიძლია არც მე საუბარი. ახლაც ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლი მოგვიბზადა ქალბატონ ნანამ და ველოდებით სულ მოუთქმელად. კი, ეს არის სიურპრიზი. როგორც ყოველთვის გაჟღერდება სიახლეები, იმიტომ რომ კომპანია ლივგუდი არის თვით სიახლე. მსგავსი რამ აღნიშნეთ, რომ სოფიოს არ ახსოვს და ჯერ კიდევ სად ვართ. აი მოვისმინოთ. ცხოვრებაში ყველაფერს მოაქვს სარგებელი, ბევრად ნაკლები ხარჯით და ბევრად მაღალი ხარისხით. აბსოლუტურად ყველაფერს, წყლის კულტურას, მაკიაჟს, კრიპტოგანათლებას, მოგზაურობას, რასაც გინდა. მე ყველაფერს აქ მოვიტან. აქ ლივგუდში, უბრალოდ საუკეთესო ფასად. შემოვიტან და მივცემ ადგილს ცოცხალ ძლიერ საზოგადოებაში. საუბარი არ არის იმაზე, რაც ახლა გვაქვს. საუბარია იმაზე, რომ ახლავე უნდა ავაშენოთ საფუძველი. გახსოვთ ამაზონი? ისიც ასე დაიწყო. ხოლო წიგნებით დღეს კი მას ყველაფერი აქვს. მომეცით მხოლოდ 5 წელი და ჩვენ გვეყოლება 100 მილიონი გამომწერი. დღეს 3 მილიონი პარტნიორი და პროდუქტი ყველა მიმართულებით. ეს იქნება ლივგუდი. ამის გარანტიას გაძლევთ. 3 მილიონი გამომწერი, ეს უკვე სენსაციაა 3 წელიწადში. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. ახლავე შექმენით თქვენი ბაზა, როგორც ამაზოს აქვს. ყველაფერი ასევე ლივგუდსაც ექნება ყველაფერი. და ახლა კარგად მომისმინეთ, თქვენ ხართ პიონერი. დიახ, პირველი ადამიანები, ვინც ამ გზას იკვლევს ჩვენთან ერთად. და იცი რა ღირსეს შენთვის? მხოლოდ დღეში 30 თეთრი. აი, სულ ეს არის. ჩვენი პროდუქტი, ეს არის ჩვენი წევრობა. აი სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ მიწოდების 100%-იანი სისწრაფე. იმ წამსვე, როცა ადამიანი მსოფლიოს იმ 300-ზე მეტ უკვე 324
სადაც ჩვენ ვმოქმედებთ, უერთდება ჩვენ სისტემას. ბაც, ის მაშინვე იღებს ჩვენს პროდუქტს, რომელიც სწორედ ჩვენი წევრობაა. დღევანდელ ეტაპზე ეს წევრობა აძლევს ადამიანს შესაძლებლობას შეიძინოს დედამიწის ყველაზე თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის ბიოპროდუქტები, თითქმის ფასის ერთ ნაწილად, პენებად, დოლარზე და მალე ჩვენ გვექნება ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება. აი სწორედ ეს იქნება ლივგუდი. იცი რამდენი მწარმოებელი გთხოვს თანამშრომლობას? იცი რამდენი ტურისტული კომპანია და სხვადასხვა ორგანიზაციები გთხოვენ თანამშრომლობას? ჰეი ნაუდერ, ჰეი ბენ, გაეცანით ძალიან გთხოვთ ჩვენს ტურისტულ პაკეტებს. ჩვენ ვართ უკეთესები ვიდრე ნებისმიერი მსოფლიოს ყველა კომპანია. ჩვენ უკვე თითქმის 3 მილიონი ვართ. და ჩვენ გვსიამოვნებს ვიყოთ სერვისების მომწოდებლები. შეიძლება დრო ჯერ არ არის, მაგრამ იცი რამდენი კომპანია კანის მოვლის, ლოსიონების, ელექსირების, დეზოდორანტების, კრიპტოსფეროს, სასწავლო პროგრამების, ბიოენერგეტიკული წყლის ფილტრების წარმოებლები და სხვადასხვა უამრავი მიმართულების კომპანიები გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, რომ მათი პროდუქცია ლივგუდში შემოვიტანოთ. ისინი ხედავენ სხვა კომპანიებს, რომლებიც მაგალითად ყიდულობენ წყლის ფილტრის $800, შემდეგ ყიდიან 5 ჯერ ძვირად და მერე უკვირთ რატომ ტოვებენ ადამიანები მათ კომპანიებს, ხოლო ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ და შემოვიტანთ ამ ყველაფერს, გავაკეთებთ ხარისხიანად, ბევრად უკეთესად, შევიძენთ საუკეთესო ნედლეულს და ვამატებთ მხოლოდ მცირე მოგებას, ზუსტად ისე როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს პროდუქტებში და მივცემთ ადამიანებს იმ ფასად, რაც შეიძლება ახლოს იქნება თვითღირებულებასთან. ყველაფერი იქნება აქ ლივგუდში, ყველანაირი მიმართულება, მომსახურება იურიდიული, აქ იქნება ტურიზმი, აქ იქნება ყველაფერი ბრენდული, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის. ჩვენ უბრალო ისეთ კომპანიებს, სადაც ძალიან უბრალო რაღაცებია, სადაც უხარისხო რაღაცებია, ლივგუდში არ გავაჭაჭანებთ. აქ შემოვა მხოლოდ ხარისხი, იმიტომ რომ ჩვენი კრედოა, ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ხარისხი, ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ფასი. ისე რომ თქვენ ხართ პიონერები, თქვენ იქნებით აქ პირველები, რომლებიც გაიკვლევთ ისევ და ისევ ჩვენთან ერთად გზას, თქვენ დაკავებული გაქვთ ის ადგილი, რომელიც წარმატებულია უკვე. შემოიყვანეთ ის ადამიანები, ვინც გინდათ რომ იყოს წარმატებული, ვისაც გინდათ რომ ყველაფერი გქონდეთ ერთ სივრცეში, აქ იქნება ყველაფერი, ყველაზე დაბალ ხასად, ყველაზე მაღალ ხარისხით. ლივგუდი ეს არის კომერციის რევოლუცია. ლივგუდი ეს არის ახალი ერა, ახალი ფორმა ეკონომიკაში. გისურვებთ წარმატებას. გილოცავ ჩემო ძვირფასებო. სასწაულები გაჟღერდა, ალბათ დამეთანხმებით. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა ამ საოცარი ინფორმაციისთვის. მადლობა ქალბატონო ნანა, აღარ დაგვინდეთ ცოტა ქალბატონო ნანა, უკვე აღარ შემიძლია მერთო. აი მე თორეს რა გვესმის მერთო ჩემო. 100 მილიონი ადამიანი 5 წელიწადში. წარმოგიდგენიათ მეგობრებო სათხარ? უღრმესი მადლობა ნანა, ქალბატონო ნანა ამ საოცარი კომპანიის შემოტანისთვის კიდევ ერთხელ საქართველოში და რომ გვაზიარეთ ამ საოცრებას. აქ ყველას ადგილი ნამდვილად არ არის. აქ რჩეულთა ხვედრია, აქ ყოფნა მერწმუნეთ ჩემო ძვირფასებო და გულს ნუ გაიტეხთ, ნუ რაფერზე ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. როდესაც ასეთი უნიკალური, ბრილიანტი ხელში გიჭირავს. ეს ხო საოცრება ნამდვილად რა ვიცი, ემოციებს ვერ მალა. უკვე ერთი ქვეყანა კიდე დამატებია 224 ქვეყანა გამოაცხადა და ქალბატონო ნანა. და ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო ის არის კიდევ რომ ეს ორი ბატონი მუშაობენ ხარისხზე. იმიტომ რომ ჩვენ კარგად მოვისმინეთ რომ ძალიან ბევრი კომპანიების თავაზობენ, უნდათ რომ შემოვიდნენ ლივგუდის პლატფორმაზე, მაგრამ ისინი ითვალისწინებენ პრემიუმ ხარისხს ძვირფასებო და ნამდვილად დარწმუნებული ვართ, იმიტომ რომ ჩვენ აქ გვაქვს კოსმეტიკა და აქ გვაქვს ბიოდანამატები მართლაც პრემიუმ ხარისხის და უმდაბლეს ფასად. და წარმოგიდგენიათ, ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი ამაზონსა აქვს, ხო? ამაზონზე ზოგი უხარისხოა, ზოგი ხარისხიანია. ამაზონს ვერ შევადარებთ, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი იქნება პრემიუმ ხარისხის და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რომ ჩვენთვის იქნება ხელმისაწვდომი. ნამდვილად საოცრებაში ვართ. ნამდვილად.
და მე რამდენი ადამიანი წამოვა ქალბატონო ციცი ამ ყველაფერს ხო? თავისთავად კლიენტურა წამოყვა ჩემო მეგობრებო ამ ყველაფერს რამდენი კლიენტურა წამოვა და ჩვენ სად ვართ მე? ჩვენ ვართ 200,000 ადამიანში მოხვედრილები. მწვერვალზე, ქალბატონინო, მწვერვალზე. ნახეთ რა კარგი შედარება გააკეთა კიდევ ქალბატონინო, ნახეთ 3 წელიწადში 3 მილიონიო. არავის ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამო. ასეთი სწრაფად ზრდა და კიდევ მეტად სწრაფად წავალ, წინ დარწმუნებული ვარ. ეს რა იყო, ეს დასაწყისი იყო და ეხლა ჩვენ, არ ვიცი, იმდენი ბედნიერება გვაქვს წინ, გამოჯამრთელებული ადამიანების, რა ვიცი, ზღვა. კი, გეთანხმები, ქალბატონო ნანი, მართლა დღეს ახლა შემოვიდა სალონში. ქალბატონი და აი მითხრა რომ მე თქვენ ვიდეოებს უყურებო. და აი მთხოვა რომ ძალიან ბევრი პროდუქტები მაქვს ნაცადიო ოპერაცია გაკეთებული ხერხემალზე. და ახლა ოპერაციის შემდეგ კი ვიცით რომ კიდე როგორი უფრო მტკივნეულია, უფრო იფიტება კიდე ძვლები და ხშირ შემთხვევაში არის რომ ნაოპერაციები ადამიანი როცა ხერხემალზე ნაოპერაციებია ისევ გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ხო? ეს ხშირად ვსმენია მეც და თქვენც. და სიმბირულებიო, თუ რამე გამოვიდა ყველაფერი მაქვს ნასვამი და დიდი ხანია გაკვირდებიო და დღეს შეუდგინე წერილი და დაუწერე მასთან ერთად მივწერე ჩვენ ექიმებს. გაგიჟდა, როგორო ეხლა აქ დაწერ წერილს და ისაო რაღაცა ქვია, გაგცემენ პასუხსო? მეთქი როგორ არა, აი ზუსტად ასეა. ჩვენთან მარტო ექიმები კი არ არიან, მე ვთხარი, ეს არიან სულით მდიდარი ექიმები, რომლებიც ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, მე ვთხარი. გაგიჟდე ეს ქალის სიხარულით წასვლა აღარ უნდოდა. და ჩვენ ეს ნამდვილად დავინახეთ, რომ პროდუქტები მართლა ხარისხიანია და ზუსტად ასე შემოვა დანარჩენი ყველაფერი ხარისხიანი. და ის რაც თქვა წყლის ფილტრები ახსენა, ეს სასწაული რამე იქნება წყლის ფილტრები, როცა ყველა ქვეყანაში წყალი მომსპარია. რა მაგარი იქნება ესეც რომ დაგვემატება და კიდე რამდენი რამ დაგვემატება ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით და რა მაგრები ვართ, როცა ჩვენ პირველები შეუდექით ამ საქმეს და აი თავიდანვე დავიჯერეთ ეს ყველაფერი. ასე რომ ყველაზე მაგრები მაინც ჩვენ ვიქნებით. კი, რა თქმა უნდა, ყველაზე მაგარი კიდე რა არის, ქალბატონია, შემოვიდა TikTok-ი, იმას ყავს. ქალბატონი, რომელიც უძღვება ამ საქმეს, გვაქვს ბიოდანამატები, არიან პროფესორები, რომლებიც უძღვებიან ამ საქმეს და ეს რა გამოდის შემოძვირფასებო, რაც კი შემოვა ყველაფერს ეყოლება თავისი პროფესიონალი წარმომადგენელი და ჩვენ ამაზე ზრუნვაც არ გვიწევს. უბრალოდ ვისაუბროთ და გავაცნოთ ადამიანებს რა შესაძლებლობები აქვს კომპანიას. დანარჩენს თვითონ კომპანია აგვარებს. მითხარით, რომელ კომპანიაშია მსგავსი რა. ეს არ არის კომპანია, ეს არის რა ინოვაცია მსოფლიოში, ასე ვიტყოდი. მოგესალმებით ყველას, კი, რა თქმა უნდა. ქალბატონო ნინო, მსგავსი რამ ეს უკვე აღიარებული ფაქტია, რომ არსად არ არის, ეს უკვე არ არის სიახლე, ჩვენ ვხედავთ, რომ მართლაც ასეთი რამ დედამიწას არ ღირსები არასდროს და ეს პირველია და მე ვფიქრობ უკანასკნელი იმ კუთხით, რომ მსგავსი არც შემოვა არაფერი, იმიტომ რომ საოცრად არ ვქა ღმერთისაგან ბოძებული ინტელექტი აქვს ამ ადამიანებს ისეთ რაღაცებს აკეთებენ და ისეთი ხედვები და ისეთი მიმართულება აქვთ. წაგან ქალბატონმა ციცი მახსენა ასეთი რამ, რომ ამაზონს რომ ყველაფერი აქვს ისე იქნება. არა ქალბატონო ციცი, ამაზონს ის ყველაფერი არ აქვს, რაც აქ იქნება. ამაზონს იურიდიული მომსახურება არ აქვს, ამაზონს ტურიზმი არ აქვს. ამაზონს აქვს უბრალოდ ნივთები, ტანსაცმელი, ტექნიკა, ფეხსაცმელი. კი ბატონო, ეს აქვს ამაზონს. ისიც სწორად აღნიშნეთ, ან ხარისხიანი, ან უხარისხო. მაგრამ აქ იქნება ყველაფერი გარდა ამ ყველაფრის, გარდა იმ ყველაფრის, რაც ამაზონშია. და ყველაფერი ხარისხიანი, ეს არის კიდევ უაღრესად მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ და ეთანხმებით ამას ყველა. მოგესალმებით, მომავალო მილიონრებო. მილიონრებო იმ კუთხით, რომ თქვენ ხართ ის პირველები, როგორც ნაუდერ ხაზანმა აღნიშნა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ
ბეზოსის გვერდით იდგნენ ჩვეულებრივი ადამიანები, ისეთი ჩვეულებრივი ადამიანები, როგორებიც ჩვენ ვართ და თქვენ ხართ და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ისინი არათუ მილიონრები, არამედ მილიარდერები არიან. კარგი, არ გვინდა მილიარდი, იყოს მილიონი, მაგრამ ვიქნებით მილიონრები, ეს ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ ის ბეზოსის მეგობრები ვართ, რომლებიც სარდაფში ედგნენ გვერდით ბეზოსს და ბეჭდავდნენ იმ პატარა წიგნებს, რომლითაც ეგონათ, რომ რაღაცა პატარა შემოსავალი იქნებოდათ. მაგრამ მე ვფიქრობ, ბეზოსი ის ნიჭი იყო, რომელმაც შექმნა ის ამაზონი, რომელსაც დღეს ამაზონი ჰქვია. მაგრამ ჩვენ ბეზოსს ვაჯობეთ ნიჭებით, ინტელექტით და ყველაფრით. ამიტომ ლივგუდი იქნება არის უკვე თავისი ყველა შესაძლებლობებით, მაგრამ იქნება ნომერ პირველის ზევით კომპანია. რა არის ნომერ პირველის ზევით? აი ის იქნება ლივგუდი. ამიტომ ყველას გილოცავთ გულწრფელად, მთელი გულით, მთელი არსებით, ჩემს საკუთარ თავსაც ვულოცავ, იმიტომ რომ რეალურ სამოთხეში ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ კარგად ვერ ვხედავთ. დაგვანახებს ამას თავად ლივგუდი. მადლობა ყველას, ვინც აქ იყავით. ნინოს მადლობა, რომელმაც სიურპრიზი მოაწყო და თავისი პრეზენტაციის მაგივრად წარადგინა ჩემი პრეზენტაცია. თუმცა ნამდვილად არ ვეჩხუბები, იმიტომ რომ ალბათ საჭირო იყო ის და ასე მოიქცა ის. მადლობა შენ ნინო ამ კრეატივისთვის, უღრმესი მადლობა. წარმატებას გისურვებ ჩემო ძვირფასო, საოცარი პიროვნება ხარ, საოცრად კრეატიული და რა ვიცი, მიხარიხარ ძალიან და ყველა მიხარიხართ მეგობრებო, ყველა მინდა რომ იყოთ წარმატებულები, მხოლოდ იმიტომ ვარ მე აქ, რომ ყველა იყოთ წარმატებულები. ყველას დიდი მადლობა, ყველა ვინც ჩაერთო, ვინც მონაწილეობა მიიღო, ჩემს ძვირფას ლიდერების სიას შემოუერთდა ბევრი ახალი ადამიანი, რომელთაც ვულოცავ ახალგზაზე დადგომას და წარმატებას ვუსურვებ მათაც. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა გავაცხადო. ქალბატონი მანანა გულიაშვილის სტრუქტურაში დაიბადა კიდევ ერთი ვერცხლის სტატუსი და ეს გახლავთ ასევე ჩემი მოგვარე არა, ჩემი მეუღლის მოგვარე, ლომიძე თამუნა, რომელიც გახდა ვერცხლი და გულწრფელად ვულოცავთ მას ამ წარმატებას. ვუსურვებთ მომავალში რომ ბრილიანტი სტატუსს მიაღწიოს. მადლობა ქალბატონო თამუნა, გულწრფელად რომ მოღვაწეობ და იღწვით კომპანია ლივგუდში. ლივგუდს უკვე ძალიან ბევრი ვერცხლი ყავს, ძალიან ბევრი ოქრო ყავს, ბრინჯაოებს უკვე აღარ ავთვლით. რა თქმა უნდა, სტატისტიკას გამოვაცხადებთ შემდეგ პრეზენტაციაზე, თუ რამდენი ადამიანი შემოგვემატა ამ ერთი თვის მანძილზე. დიდი მადლობა. ვულოცავ, პირიქით უღრმესი მადლობა ქალბატონი მანა, რომ ხართ ასეთი არაჩვეულებრივი და თქვენს გვერდზე სხვანაირად არ შეიძლება რომ ადამიანი იყოს და იყვნენ ცუდი ადამიანები, ასე რომ ჩვენი ნაკრები არის გულღიად ვამბობ და თამამად ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი გუნდი შედგა ჩვენს გარშემო, ვულოცავ ახალ ლიდერებს შემოერთებას, იმიტომ რომ ახალი ენერგია ყოველთვის აუცილებელი არის, გაიზარდა გუნდი და უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს, რომ წავდგეს თქვენს წინაშე. ასევე ქალბატონ თამუნა ლომიძეს ვულოცავ ვერცხლის სტატუსს და იმიტომ მეტად ვულოცავ, რომ ეს მოხდა მეგობრებო ძალიან მოკლე ხანში. მე მგონი ერთ თვეში თუ ორ თვეში ქალბატონო ნანა. აი ეს არის აღსანიშნავი ამ და ერთ თვეში ზუსტად. ერთ თვეში. გახდა ვერცხლის სტატუსი. ეს არის საოცრება და კიდევ ერთხელ ვულოცავ. აი ეს არის ხედვა ჩემო ძვირფასებო. შემდეგ მან მოხსნა რეკორდი. მე 10 დღეში გავხდი ვერცხლი ის ერთ თვეში. ისე რომ ძალიან კარგი და ყველას ვულოცავ, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ვერცხლი ყავს, ძალიან ბევრი ბრინჯაო ყავს, ოქრო ყავს, მალე პლატინაც დაიბადება საქართველოში და მილიონერი თუ არა 2000, 4000, 6000, 12000 დოლარები მაინც გვექნება ხელფასები, ამაში დარწმუნებული ვარ ჩემო ძვირფასებო. ასე რომ არ გადაგდეთ. არა, სხვათა შორის ეს პიროვნება კიოსაკი წინა ჩართვაზე ჩვენ თქვით თუ გახსოვთ ასეთი რამ გააცხადა, რასაც იტყვი და რაც გინდა რომ იყო, ის იქნები. ამიტომ არა 12000 და 16000 არა, ყველა უნდა მილიონერი გახდეს. ეს აქ შესაძლებელია და რატომაც არა? კი ბატონო, გახდეთ მილიონერები. იმ 7000 შეუერთდეთ. ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა. ძვირფასო პარტნიორებო, რატომაც არა? მზად ხართ მილიონერები გახდეთ?
ალბათ შემეცნიათ. მზად ვართ, ნანა, მზად ვართ. მზად ვართ. როგორმე გავართმევს თავს, დავხარჯავთ. რა თქმა უნდა, დახარჯვა ადვილია. აი, ძვირფასო მეგობრებო. დავასრულოთ ალბათ ხომ ჩვენი ეს ამ საინტერესო ბედნიერ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. მადლობა ყველას, ვინც ბრძანდებოდით ჩვენთან ერთად. ბოდის გიხდით იმ ხარვეზისთვის, რის გამოც ვერ მოხდა იმ საპრეზენტაციო, ასე ვთქვათ, დარბაზში შესვლა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავარკვევთ შემდეგი შეხვედრისთვის. მოვაწესრიგებთ და ფაქტიურად შემდეგისთვის დილი დავედავდებთ ამ ლინკს, რომ უკვე თქვენ მოახერხოთ იქ შემობრძანება. მადლობა, დიდი მადლობა ყველას. მშვიდობიან ღამეს გისურვებ და ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ. მადლობა დიდი. რა დაგვაძინებს ქალბატონო ნანა, ეხლა ნაუდერს ისეთი ემოცია ქონდა, სულ ეს მიდგას თვალებში და ყველა სიტყვა ჩქარა ჩავაგდოთ ეს ვიდეო კიდე მოვისმინო, გაოცებული დავრჩი ღმერთო. მშვიდობიანი ღამე ჩემო ძვირფასო ნინო, მადლობა ამ საღამოსთვის. მშვიდობიანი დილა ყველას გაგვითენოს. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო დროის გამოყოფისთვის. აქ გატარებული თითოეული წუთი არის თქვენი მილიონობის საწინდარი. კარგად გზამდებოდეთ. სტუმრებს აქვთ ხელი აწეული. თუ შეიძლება მეგობრებო, აიწიეთ, ეთყობა დაწიეს ხელი, რომ ვემშვიდობებოდით და ამიტომ შევეკითხოთ, იქნებ რამე აინტერესებთ. თუმცა ერთს აუცილებლად გავაჟღერებდი, გელოდებით რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი ძვირფასო, რომ ჩვენს ჩატში უკვე დაემატა სუპორტი, სადაც შეგიძლიათ, როდესაც არის მოდერატორი, იქ დევს თავისი ლინკი და შეგიძლიათ მაგთან ეს სუპორტი სწორედ თქვენთვის შეიქმნა. ნებისმიერი კითხვა არ დაიტოვოთ არც ერთი კითხვა, პასუხგაუცემელი. დააჭირეთ სუპორტს, გადადით პირადში, დასვით ნებისმიერი კითხვა და მზად ვართ გიპასუხოთ. გელოდებით. ნუ ეთყობა უკვე დაწიეს ხელი იმის გამო, რომ დავემშვიდობეთ. კარგით მეგობრებო, მშვიდობიანი ღამე, არა უთოს შემდეგისთვის დასვავენ ალბათ შეკითხვას. ქალბატონი თია. ქალბატონ თიას ერთი წუთი ჩაგირთავთ ახლავე. გისმენთ ქალბატონო თია. ქალბატონო თია, ჩემგან ჩართულია, თქვენგან ჩართეთ მიკროფონი და შეგიძლიათ ასევე ქალბატონ ქეთევანს ქონდა ხელი აწეული, ქალბატონო ციცი თქვენი სტრუქტურიდან. ქეთევანს? კი. ქეთევან ისმის? კი, ისმის. ძალიან თუ არ გაგვიგრძელდება ორ სიტყვას მეც დაგამატებდით. საღამო მშვიდობისა ძვირფასებო ყველას მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ დიდი მადლობა გადაუხადო კომპანიას და რა თქმა უნდა ჩვენს ლიდერს იმისათვის, რომ აი ემიგრანტების თემას მინდა შევეხო, რომ შესაძლებლობას აძლევს ემიგრანტებს, რომ თავიანთ ფესვებს დაუბრუნდნენ. ეს ძალიან მართლაც რომ გულთან მიმწვდომი არის და ჩამწვდომი არის ეს სიტყვები, ბევრს უკვე ცრემლები ქონდა და რა თქმა უნდა ბევრის არ ჩანდა, მაგრამ ეკნებოდათ. მე ასე მჯერა. დღეს მე მჯერა ძალიან რომ ჩვენ გაერთიანებულად თუ ვიქნებით, ყველანი ერთად გადავდგამთ ნაბიჯს, როგორც საჭიროა ისე სწორად მჯერა რომ ეს დრო ძალიან მალე მოვა, რომ ეს ჩვენი ძვირფასი ხალხი, რომლებიც მოშორებულები არიან თავიანთ ფესვებს საქართველოს, თავიანთ ოჯახებს, დაუბრუნდებიან თავიანთ კერას და რა თქმა უნდა ეს ყველასთვის ძალიან სასიხარულო იქნება. როგორც პირადად, რა თქმა უნდა, ემიგრანტებისთვის, არაუმეტესად ჩვენთვისაც. მადლობა მინდა კიდევ და კიდევ გადაუხადო კომპანიას იმისათვის, რომ ამხელა შესაძლებლობებს აძლევს ჩვენს ემიგრანტებს. და ასევე მინდა ორი სიტყვა ვთქვა ემიგრანტებისთვის, რომ თხოვთ ჩვენო ძვირფასო ხალხო, რომლებიც ხართ წასული საქართველოდან, მოითმინეთ კიდევ ცოტა, რადგანაც თქვენი გზა სახლამდე კიდევ და კიდევ მიმდინარეობს, რომ თქვენ ძალიან მალე ჩამოხვიდეთ საქართველოში. თქვენი ერთობა, თქვენი მოთმინება და თქვენი რწმენა მალე ჩვენ გაგვაერთიანებს ყველას და ძალიან მალე ერთობლივად ყველანი გავიხარებთ. დიდი მადლობა მოსმენისთვის, წარმატებებს გისურვებთ ყველას და ასევე მშვიდობიან ღამეს. უღრმესი მადლობა ქალბატონო ჩართულებისთვის.
მადლობა ქალბატონო თია. ქალბატონი თია გაიცანით ერთ-ერთი ახალი ლიდერი ჩვენი გუნდის. მადლობა მამა პირიქით თქვენ გდობისთვის. წარმატებას გისურვებთ ქალბატონო თია. მადლობა. გაიცანით, მადლობა. ქალბატონი ქეთევანი ალბათ გავიდა. შემოვიდა ისე. შემოვიდა. ქალბატონ თეას მაპატიეთ არ შემიძლია რომ არ აღნიშნო ქალბატონო თეაზი მე შენ ძალიან მიყვარხარ იცოდე დიდი ხანია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ძალიან მახარებ შენი წარმატება და ისევ რომ ჩვენს გვერდში ხარ და ჩვენ სალიდეროს შემოუერთდი ეს არის ძალიან დიდი პატივი და მადლობა ამისთვის ქალბატონ ნანას რომ თქვენ არ დარჩით შეუმჩნეველი სადაც გიმოღვაწიათ ქალბატონო თეაზი თქვენ ყოველთვის ყველგან კვალს ტოვებდით დარწმუნებული ვარ რომ კომპანია ლივგუჩი თქვენ აუცილებლად იქნებით წარმატებული და მალე გიხილავთ ბრილიანტის რანგში წარმატებები ჩემოსაყვარელო დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევანი ჩართული არის მიკროფონი დიდი მადლობა უკაცრავად ქალბატონო ქეთევანი ჩართულია ჩემგან მიკროფონი და თქვენგან ჩართეთ ახლა დიახ საღამო მშვიდობისად მოგესალმებით ყველას ქალბატონებო მოგესალმებით დღევანდელ საღამოს მენტორს ქალბატონ ნანას და ყველა თქვენ აქ შეკრებილებს მე გავარდი უცბად დავქოქე ჩემი გუნდი თუ ვინ მაკლდა გადავხედე ამიტომ შემოვედი მალევე ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი იმედებს ვიტოვებთ კი არა გვაქვს რა ვიცი ყოველ დღე ვფიქრობთ იმას რომ გამოვაჩინოთ ჩვენი ძალა შემოგიერთეთ ჩვენი ძალით და ვიყოთ ძლიერები თქვენთან ერთად ამისათვის კი აქ რა გარემოც დავხვდა ყველა სათითაულოს მადლობას გიხდით მადლობთ გაიხარეთ ქალბატონო ქეთევანი წარმატებები თქვენც მადლობთ მადლობა ქალბატონო ქეთევანი მადლობა გაიხარეთ კარგით მეგობრებო აქ დავასრულოთ ალბათ მადლობა უკაცრავად თუ დროულად ვერ დავინახეთ ასე ვთქვათ აწეული ხელი არა უშავს შემდეგისთვის შემოინახეთ თქვენი შეკითხვები ხო ქალბატონო ნინო ასე გავაკეთოთ ხო შემდეგისთვის რომ აღარ გაგვიგრძელდეს საღამო სასიამოვნო საღამო იყო ემოციური მე ვფიქრობ რაზედაც ქალბატონ ნინოს ვუხდით მადლობას ეს მისი ორგანიზებით მოხდა და ყველა იმ ლიდერს, ვინც აქ ბრძანდება, რომელიც ჩაერთო და კიდევ უფრო დაამშვენა ჩვენი საღამო. მადლობთ. მადლობა, ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ დროის დათმობისთვის. ჩვენ აქ ერთმანეთის გვერდში დგომა გვაერთიანებთ, ჩემო ძვირფასებო, ამ უნიკალურ კომპანიაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ საოცარი კლუბის წევრობას. ნახვამდის.